და დავინახოთ აი დინამიკაში საერთო სურათი რა. და თან კიდევ ხაზს გაუსვა რომ რუსეთის სტრატეგიულ დოკუმენტებში ეს ცვლილება მიყვება მოვლენებს. შემდეგ განახებულ სამხედრო დოქტრინებში საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში ამის მუდმივი ასახვა ხდება რომ რუსეთი იბრუნებს პრესტიჟს. მანამდე უკმაყოფილი ამერე ტერმინები ჩნდება რუსეთმა დაიბრუნა ეს ხდება სირიაში მაგალითად 2016 წლის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში უკვე პირდაპირაა დაფიქსირებული რუსეთი დაბრუნა საერთაშორისო არენაზე როგორც დიდი აქტორი და ამას ორი შემადგენელი ნაწილი აქვს პოლიტიკური რა თქმა უნდა და სამხედროში იგულისხმება რომ ლიბანიდან სირიამდე მოვლენებში ლიბიიდან სირიამდე მოვლენებში აქტიურადაა ჩართული იმ პერიოდში და ტარტუს ბაზაზე ისევ სამხედრო ყოფნა მისი ხმელთაშუა ზღვაში დაცურავენ რუსული გემები ანუ აი ასე თქვა ამბიციური იმპერიული წარსულის მქონე სახელმწიფომ რა ინდიკატორებიც უნდა დაიკმაყოფილოს იმისთვის რომ თქვას რომ აი ეს დაბრუნა გლობალურ არენაზე სადღაც 2015-16 წელს რუსეთი ამას აღწევს და ბოლო არის ფინალური აკორდი მისი რომ რუსულ სამყაროში მისი ასე თქვათ პირველობა უნდა უკრაინის საკითხის გადაწყვეტით დაგვირგვინდეს და აი აქ გაიჭედა რომელიც ფაქტობრივად ასევე საერთაშორისო წესრიგის გადაწერასაც გულისხმობს ხო მისი თამაშის გადაწერას და ამაში მას მოკავშირეები და მეგობრები ყავს რა და ბოლოს დავამეტებ ერთ-ერთი კონფერენცია 2010 წლის მაგალითად რუსეთის მათ შორის დუგინის ორგანიზაციის დაორგანიზებული სადაც აი რაც ვისაუბრე პირდაპირ ღიარყვებიან მათ შორის კავკასიაზე რომ მუდმივად რუსეთმა უნდა იაროს სამხრეთით იმისთვის რომ მას ჩრდილოეთი არ დაენგრეს აი ჩვენ მიმართულებას და აი ამის ნაწილი იყო 2008 წლის ომი არ იქნებოდა 2008 აუცილებლად ეცდებოდნენ 9-10-ში ამ სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტა